დახრილი ხაზით ვაკეთებ დენს, რომ გრავიტაციის ძალით ესე კარგად წამოვიდეს დენი და მიასკდეს ამ როზეთს, რომ კარგად იყოს აქ ძაბვა. არა, მაგრამ რატო გავაკეთე ესე? იმიტომ რომ ჰორიზონტი რო გავავლე, მოდიოდა აი ამ როზეთის დაახლოებით აი ამ ნაწილში და ისეთი მოკლე ნაწილი იყო, რომ სქელი კაბელია უბრალოდ და ამ სქელი კაბელის აი ამ მოკლე ნაწილში მოხვევას არანაირი აზრი არ ქონდა. და ვარჩიე ისევ ესე პირდაპირ ხაზით გადაჭიმვა რა. ეს ხაზიც უკვე გავთხარე, ვამზადებ ახლა სკოპებსა და ხამუთებს და კიდევ ერთი მაგარი ლაიფჰაკი ჩემგან. როდესაც ჰორიზონტალურ პოზიციაში მიდის სადენი, ყოველთვის ჯობია ეს ხამუთი, რომ აი ამ კბილით ზევით ჩავასრიალოთ, იმიტომ რომ ჩამოვარდნის შემთხვევაში, ან ხამუთის ჩამოსრიალების შემთხვევაში ეს არ გაგზურება რა. ჩვენ თუ ესე დავიჭერთ ხამუთს, თუ დამაგრების პროცესში, ჩაქუჩის მეტყვის პროცესში, ეს ელვა უეჭველი ჩამოსრიალდება და ჩამოვარდება. ხამუთები დავამაგრე უკვე. ძალიან სიგრძეზე ეს სადენი მორჩენილი ქონდა ზევიდან, გაუქმებული სადენიდან, რაც საჭირო აღარ იყო და ჩვეულებრივი ორნახევრიანი კვეთაა. სამწვერა კაბელი დავიწებით და ეხლა აი ამ როზეტიდან იმ როზეტთან დავაკავშირებ. აჰა, სადენი ჩავსვი. ეხლა ეს ხამუთები რაც ზედმეტია უნდა წაიჭრას. ესე გამოშვერილები არ იყოს. აი ესე. ბოლო დარჩა. ესეც ერთი მტკაველია, მანდ როზეტი ჩადგება, აქაც ერთი მტკაველია, ყველაფერი კარგად გამოვიდა. და ეხლა რავი ამ ოთახში, როგორც მახსოვს, დარჩა ერთი ბრა, ორკლავიშიანი ჩამრთველი. ხო, ეხლა მაინც ჩავრთე ჩვენი დიზაინი, ანუ აი ეს ადგილი, ეს კოლონა, აი აქ იქნება ბრა, აი ამ წერტილში, აი როგორც არის აი აქ ნაჩვენები, აი აქ. ჩამრთველი იქნება აი აქ მაგიდა დაიდგმევა, ჩამრთველი აი აქ იქნება ორკლავიშა, ანუ ერთი ჩართავს ბრას და მეორე ჩართავს აი ამ ჭაღს, აი ამ ჭაღს. ის სამზარეულოს განათება ცალკე არის, რომელიც აი აქედან აინთება. ჭაღი დაახლოებით აი აქ დაიკიდება რა, ეს მონიშნა რო არის გაკეთებული. აი დაახლოებით აი მანდ, იმიტომ რომ მაგიდა უნდა იყოს აი ამ ხაზზე. რატომ უნდა დადგეს ჩამრთველი ზუსტად მაგ წერტილზე? იმიტომ რომ ჩავთვალ ლაზერი და ეს ლაზერი გავასწოროთ აი ამ ჩამრთველებისა და შტეფცელების დონეზე. შეხედეთ რას მივიღებთ ახლა. აი გავასწოროთ ცოტა კიდე დაბლა. აი ხავართ ცენტრში. ნახე, აი ეს ჩამრთველი ცენტრშია, ის ჩამრთველი ცენტრშია, შესაბამისად ის ჩამრთველიც უნდა იყოს მაგ წერტილში. აი ზუსტად მაგიტომაც ვაკეთებთ. აი ასე იქნება ყველაფერი ლაზერში გასწორებული, ჩამრთველები ერთ დონეზე. და ჩემი აზრით ყველაზე მოხერხებული დონეა დაახლოებით იატაკიდან 87-88 სანტიმეტრი უწევს, იმიტომ რომ ადამიანის სიმაღლეზეა. ეხლა მე 1.83 ვარ სიმაღლეში და მეც მომწონს აი ეს სტანდარტი, აი ამ დონეზე ჩამრთველის გაკეთება. არ გიწევს დახრა, ხელის დაბლა დადება, ან ხელის მაღლა დაწევა, აი პირდაპირ ადამიანის სიმაღლეზეა, შეგიძლია ხელი მიკრა, თუ პირდაპირ. სკაპ ძალიან მოხერხებულია.